დილა მშვიდობის დაიწყო გოგოებო ახალი მშვენიერი დღე. მშვენიერი იმ გაგებითაც რომ მზემ გამოანათ ამ გონი ზაფხული მოვიდა. ой ეს არ არის. მშვენიერი დღე. გილოცავთ ახალი დღის გათენებას. სიხარული გქონოდეს, ჩემო სიხარულებო, სიხარული და ყოველი დღე არის სასწაული, ყოველი დღე არის რაღაცა ახალი, სიახლე და ახლის მომტანი. და გისურვებთ, რომ დღევანდელ დღეს თქვენთვის მოეტანოს ბედნიერება. ავდექიმე მოწესრიგდი, კომენტარებს გადავხედე, ესეთიც იყო, ისეთიც იყო. ყველანაირი იყო. ხო, რისი თქმა მინდა იცით? იმის თქმა მინდა, რომ სხვა ადამიანებზე ჩემთან კომენტარებს ნუწერთ. მით უმეტეს რომ რანცხავთ. ესეთი კომენტარები ჩემ არხზე არ გამოქვეყნდება. არ ქვეყნდება და ნუწერთ ასეთ კომენტარებს ჩემთან. შეგიძლიათ ყველას თავის არხზე დაუწეროთ კომენტარები. მით უმეტეს რომ მე ყველას პატივს ვცემ. ჩემ შეხედულებები რა თქმა უნდა მაქვს. ძალიან არ მიყვარს როცა და რაღაცნაირად მე არ ვაფასებ იმ ადამიანებს, ვინც მაგალითად თავის არხზე სხვა ადამიანებს არ ამწვინებს. და ჩემთან ეს არასოდეს არ მოხდება. ვაფასებ ყველას, აბსოლუტურად ვინც კი შრომობს. რამდენიმე მყავს, ვინც ძალიან მიყვარს. ჩვენებს გულისხმობ და არავის მიმართ არ მაქვს პრობლემა საერთოდ. და არც ერთი კომენტარი არ იქნება გამოქვეყნებული ჩემ არხზე სხვების სარანცხავი ღმერთო ჩემო. არც ერთი კომენტარი. ხო, ჩემ კომენტარებს რაც შეეხება რა თქმა უნდა ცდილობენ რომ გული მატკინო, გული გამიტეხონ, მაგრამ ძალიან კარგებიც მოდის. გამომხნევებელი, თბილები, ტკბილები, ამაზე ვისაუბროთ გოგოებო ჩვენს. რაც კარგია, რაც აშენებს. ხო? რა სიტყვით? პეჩინია ყოფილა. ათიდოდა. იგი თუ ნახავ ხოლმე და მეთქი აღარ არის. რო აღარჩია რაღა დამიწერო და რითი მატკინო გული ახლა ბარიატრიაზე წერენ კომენტარებს რომ უთომ ბარიატრია გავიკეთე კუჭის ოპერაცია და როგორი კარგი შედეგი მაქვს. რა გაცილოა? ჯერეგეთი. რატო არის ეგ დასამალი? არ გამიკეთებინა. რატო დავმალავდი მაგას? რატო? ან ვინც იკეთებს რა პრობლემაა? არანაირი. მე არ მაქვს გაკეთებული. მე ჩემით მივახტიე ამ ყველაფერს. ეს არ არის ადვილი, არ იყო ეს ადვილი, ძალიან რთულია. ეს ყველაფერი, მაგრამ გამომივიდა. იმიტომ რომ შინაგან გაწყობასაც აქვს მნიშვნელობა.
როცა ცუდად ხარ ჭამ. როცა ცუდად ხარ ჭამ. ამიტომ ნეგატივს ნუ შემოუშვებთ ჩვენში გოგოებო. მერე ჭამ და სუქდები. არნაირი ბარიატრია ჩემთან არ ყოფილა, მე ჩემით დავიკელი 30 ვთქვათ, ეს სულ ცოტა. სულ ცოტა 30 კილო. როგორ მეყარხარ და როგორ მითხარხარ ბედნიერი ვარ რომ თქვენ ჩემთან ხართ შემეგო პირველი დღე იქნება, რომ წავალ სამსახურში გოგოებო და უნდა შევხედო მაგ სამსახურს. გუშინ გასაუბრებაზე რო ვიყავი. როგორ მომიწონება. არის საჩემო. ნახოთ, ოს რაღაცასაწყობია. ესეც რო დავყარი. ის ხელი. დავხაროთ. როგორ მიყვარს რომ შემოვივა და აქ რო გაწევებული ხდება ხოლმე ყველაფერი. ზოგჯერ რაღაცებს ჭამებიან და მოხვედრება ხოლმე თეფშებს, ჭიქებს და ასე შემდეგ. ეს არაფერი არ არის. გუშინ ვიყავით Eat Point-ში. მათ ერთ ყავდა საღამოთი. ჩუჩხელა ეს გადამჭა, მივიყიდე. კიდე რაღაცა ისეთი უშინაც გადავიღე პატარა ვიდეოებსაც გაჩვენეთ მე მგონი ესეთი კამფეტები. ისეთი კაი სუნია გოგოებო ხილის კამფეტებია. ოღონდ რბილი. მე მინდოდა ცოტა საწუთნი, მაგრამ რომელიც მიყვარს რო შენისა რგვალები როა ის არისო. და არ ვიყიდე, ვანაირი ძალიან მაგრები ყია, ეგეც მაგარია. ეგრო შენისა, მაგრამ შიგნით ჯემი აქვს მაგას მაინც და რა ვიცი, მომწონს. ჩურჩხელა იდეალური.
ეს არ დავწვა. უნდა დავიწყო. მაგრამ არ იწვის ხომ აქ ისეთი კარგად ხლის ტოსტერი. ძალიან კარგად. გემრიელია ხოლმე. მგონი რომ გემრიელი იქნება ძალიან კარგი სუნია. ვინახავ რომ გემრიელი არ გაგვიჩნდეს. ეს გიასცა. აქ და გავიტანოთ. იქით. ეს დავაპაუზ. მოვედი. ჩემი განათება დამავიწყდა და ჩამოვთო და ეხლა შევაერთე და დაიტანოს ცოტა. That's from there. Ჩიტების ხმა. აი ნახეთ როგორ ისმის. რა საყალები არიან. როგორ მღერია. ამათაც უხარია თუ გამოიამინდა. ზე გამოვიდა როგორც იქნა. და მეც გამოვანათე. ნავქნა მზე მიყვარს ძალიან. და დეკემბერში ვარ დაბადებული. ამავდროულად შვილოსანი ვარ. აი კარგია ნაწვიმიროა, მაინც მეცხრედან როგორ შევეჩვიე სიმაღლის გოგოებო აბა მე არასდროს არ მცხოვრია მეცხრეზე მე სიმაღლა სართულზე გიასთან გორში მეორე სართულზე ვცხოვრობდით და ერთჯერ სახლში ძალიან მომწონს უფრო მაგალაც ვიცხოვრებ ერთჯერ სახლივით არის ჩემი სახლი მაგდიდან ხმაური არ მაწუხებს თავარი არის ხოლმე ის რა ქვია წყალი არ ჩამოდიოდეს ეგ მნიშვნელოვანია Sehr gut an. Legit.
ეს არის ჩემი განათება და კონი რა ცოტას გაზლებს, აბა ნახოთ რამდენი ხანი რა გვიძლებს. შევაერთე. 15 წუთი მქონდა და თელეღამე უნდა ხომ იმას. ოი, ვარდისფერი შუქი. ოი თელი. ასეთი. შუქია. ყოზმაგარი. შეკალით. და როგორია ეს გამფეთი. ნახოთ. ეს წითელი. გეტყვით თუ მომეწონა. ტაფუში ვიყიდე. ეს არის ალუბლისა. მიმდეია. შიგნით ჯემი აქვს. ამასაც რაღაცა. კარგია. დღეს ჩავად დაბლა. დელი დღე მე და მათ. ნედი აღარ იწუნებს. აღარ იწუნებია. გამოცხადებული. ეხლა კი იმაა. გამოცხადებული თუ არ არის? ახლა ერთ საერთო ნახე არ არის 4 შაბათსი ბატარეა. გუშველა. დაჟაკეტი ვერ გავიხადე გოგოებო რა. ჟაკეტი. ივლისია. ვაღა დარჩა. დამთავრდა საფრთხეა. ია რო აღარ იციან რაღა მომწედო დალით მომიშალო ნერვები ბარიატრია რო გაიკეთო. რა? რა? არიცი ბარიატრია რომ გაკეთებული. რა? კუჭის ოპერაცია? მეორე ნაწილი არ იციან, მე ხომ მე გადმომინერგე და მე მოვიმატე. აგეთი ბოროტივა. შენ გაგასუკე. მე გადმომინერგე შენი კუჭი. რა თქმა შენი არ ყოფნიდა. მე გამხდარი ვიყავ. მართალი ხარ ესე. სულ გამხდარი იყო და ესე გავაკეთეთ. ეხლა თუ იმია გამხდარი მოგწერო და ათხოვე. გადავულოთ ეგიას. გავასუკე. ძალიან კარგად არის დახლილი შეწუნია. რო შეიძლება დასრულდეს. არსებობს ვარ დაიწუნოს ხოლმე. არის კანი არ ეცლებოდა ადგილში. განსაკუთრებით მიწისძვრის როცა ხლი უნდა დაიწუნოს და ისე კარგად არის. არც მეტი უნდა და არც ნაკლები. მე დაიწვებოდა უკვე. ხოდა რო გადმოიღებ ტაფიდან მე რაში ჩახოთ ხო აგზელებს კიდე. ეხლა მოიხარა ხო? ხო და წერან არ იფრთხნებოდა არც ერთი ცალი. რო შეიძლება. ოკეი.
გუჩის ოპერაციაზე. ამბობ, რომ არ გავიკეთე. თუ გავიკეთე. ჩემ პასუხზეა დამოკიდებული. შენ პასუხზეა. დაგიჯერო, იქნება შენ დაგიჯერო. გაიკეთა. დენა. გავიკეთე ბიჭო. გაქვია ბარია. ციზარი. ბარიატრია. რა გავიკეთე, რა სამბო? რა უცნაური სახელწოდება ქონდა. ოპერაცია. გოგოება ოპერაციების ესე მეშინი. კუჭიატრია და თორაკია. კუჭიატრია. ისე მეშინია ოპერაციებისა. არც ერთი ოპერაცია არ მაგაკეთებული. არც ერთი. ჩემ მეგობარს აქვს ეგეთი ოპერაცია გაკეთებული. მე? რავი, მას ძალიან დიდი წონა ქონდა და კარგად არის რა. არ მოიმატა? იმატები მაინც. არა, ისეთი გამხდარი აღარ არის, მაგრამ იმ ხელა აღარ არის რა. და შენზე სულია, ხო? კი. როგორც მახსოვს ერთი ალბათ ერთი 7 ან 8 წლის წინ გაიკეთა. მაშინ დაუჯდა მგონი $6,000 თუ რაღაც. ძალიან ძვირი ჯდება ეგ ოპერაციები. სადამ აქ მაგის ფული რო გამეკეთებინა? ჯერ ეგეთი. ეხლა ალბათ კიდე უფრო ძვირი ეყიდა, ხო? 8 წლის წინ რო ეგრე გატანა. არ ვიცი გია. აზრზე რა ვარ არის. არა მე სურათები რო შეადარო. უბრალოდ რაღაც ხონა დამიწერო. ის აღარ აღჭრის, ის აღარ აღჭრის, ის აღარ აღჭრის. ახლა ბარიატრიაზე გადავიდნენ, რო კუჭის ოპერაცია გავიკეთე და კაი შედეგი მაქვს თუ. გამუქარა თუ რა. სიცილის მარილკები დამცინიან, ანუ რომ მალავ. ავიდა. და ეგ რა დასამალი. რა არის დასამალი ჯერ ეგეთი ხო? რომზე გამიკეთებინა. ჯერ ეგეთი 90 კილოზე ვინ იკეთებს? ტრანსგენდერი ხო არ გახდი, რო დამალო რა, კუჭის ოპერაცია დასამალია. აბა. ვინც იკეთებს რა? რა პრობლემაა? სიცხვილია თუ დასამალი? არაფერი. 90 კილოზე მაგას არავინ არ იკეთებს. მე ვიყავი 90 კილო. ეს მართალია, უნდა იყოს 130-150. მეტი. აი 50-ზე მეტი. რო გაიგეთო. აი მჭირდებოდა მე. ჩემი თავი ისედაც მომწონდა მაგ ზონაში. გოგოება, უბრალოდ ბოლოს რაღაცა პრობლემები შემექმნა. ფეხებზე დამიმძიმდა ფეხები, ჩხლეტები მქონდა ფეხის გულებზე და წავედი ექიმთან. ორ ექიმთან მიყავი, ორივე მითხრა წონაში უნდა დაიკლო. ხო და შემეშინდა და დავდექი ძალიან ისეთ ავიყვანე ჩემი თავი და ამოვიღე კვებიდან ტკბილი, პური, ფუნთუშები, ყველაფერი. და დაიწყო კლება. ნააფერი ბარიატრია. და რო ვინარჩუნებ კიდე. ესეც არ არის ხო ადვილი. არაფერს არ ახსოვს საერთოდ, არ გეგონათ რომ რაღაცით წამებით ან რაღაცით ჩაით ვინარჩუნებ. კუჭი დაპატარავდა უკვე და ბევრს აღარჭა. ძალიან ცოტა. ვერიკავი დაპატარავდა თუ დაგიპატარავეს. გია. გაჩერდი სადაც მაბრალები შეცდომაში ნუ შეგავხარ. დავისქმაც ეუბნება რომ გაიგეთაო და მტყვია. ვითომ აიმუნობენო.
არა, მეც არ ვიცი რა, მაგიტო გეუბნები. შენ რა ვიცი, სულ ერთათა ვარ. მაინტერესებს. შენ რა ვიცი, ბიჭო. მე ცავებელი უკვე ვეღარ ხვდები. შენც დაიჯერე. მე და გაჯერეს. უკვე ეჭვმეპარება. მე ხო ჩემო. ბარომეტრი ახალ ეგეთეთ რა. ოჯახის წევრებს რო ვერაჯერებ გოგოებო ეხლა. მოგიწე მეორე ოთახში ვიყავი გასული მაგ. მაგაზე რა ვილაპარაკო. ჟანიკა. ერთი პროფესორი ეს კაცია ყურაშვილი. მამა ჩემს იქი. ტელევიზორში ხშირად გამოდიოდა ხოლმე რა და არ აღჭირდებათო კუჭის ოპერაციები, ნუ იკეთებთო. ყველა ოპერაციასო მაინც ააქვთ თავისებური უარყოფითი შედეგები რაღაცეები, ხო? ადვილი არ არის არა კუჭი მოგაჭრა. ნებისმიერი ოპერაცია არ არის ადვილი. ტოპინამბური ჭამეთო და კუჭი თავისით დაგიპატარავდებათო. მიწავაშლა. ტოპინამბური. მადასკარი, ხო? ყურაშვილის რეცეპტიც მოგაწოდეთ გოგოებო და თუ გაქვთ პრობლემა პროფესორმა თქვა ეგ მაგითი გამომწვარი ნამცხრები ჭამეთო ნამცხრები რა არა სუგულის მურგრემიან ნამცხრები კი არა პური ხაჭაპური ანუ ყველაფერში შეგიძლიათო რა ეგ გაურიოთ ვისაც გაქვთ ეგ პრობლემაო და წონაში აკლებინებ თუმე კუჭს აპატარავებს კუჭს და მე ვეღაჭამბებს ბავშვობაში რამდენი მაგნაჭა მიცი მიწავაშილა ხო ჩვენთანაც არის სოფელში გია მეც მახსოვს აკენატუნი პინჯანი ხო ეგ ჭამეთო და არანაირი ოპერაცია არ დაგჭირდებათო მე მაგალითად ცხოვრებაში თვითონაც დიაბეტი ქონდა. გაკეთებული. ხო? არც ერთი საერთოდ. არც გლანდები, არც ბრმანაწლავი. და დანარჩენი ტრამვებიდან გამომდინარე ხო საერთოდ არაფერი. ერთადერთი თითი მაგ ნაღრჯობი რა. ბურთი მოხდა ეს მე კარეთ ვიყავი და ერთმანეთსაც და ძვლები ეხლა ესე. მოგწევა ხომე? არა მტკივა, მაგრამ აი თქვა გადაცუნება გინდა თითის ეს უკვე ვეღარ უკვე. ანუ აცდენილია ის და ეს. აი ესე ხო იყო? აი ეხლა ესე არის ძვლები. არა ფუნქციონირებს რავი არა მტკივა. აი მაგიზი არის სხვა არაფერი. ოპერაცია. ოპერაცია არ მაქვს. ზოგადად ექიმთან. რაც მე მეშინია ძალიან. დამხელ ოპერაციას რა გამარისკინებს, რა გამაბედინებს გოგო. ერთი ბავშვობაში გადავიტანა ფილტვების ანთება. რისთვის? ხო. ძალიან მძიმედ რა. საავადმყოფოში ვიცოდი. იმის შემდეგ 3 წლის ასაკში. იმის შემდეგ აი ამდენი წელიწადი გავიდა და შეიძლება 10 ჯერ არა ვარ ნაყოფი იქით. მაგარი გამყოფას. შეიძლება. იმიტომ რომ რაღაც სასმეც ნაკლებად. ხო. სვავ და პრობლემებიც ნაკლებად. ცხოვრების წესით ცხოვრობდით ამდენი წელი. ახლა დაიწყო სიგარეტი და როგორც ძალიან მადარდებს, მაგრამ სიგარეტსაც ხო დავანებთ რაღაც. ეხლა სხვა რაღაც. სიგარა ვიკაი. აქ სიგარეტი ძალიან. რა ქვია? აიკოს. ხო, ისი აღარ ახოლებს რა ვიცი. საერთოდ არ მოხდა. საერთოდ აღარ გახოლებს, ხო? ახოლებს აი მას სიგარეტს. ძალიან მსუბუქი რაღაცა, არც აცვლის სიგარეტს აი. არა. სათამაშო წავიდა. ხო, მაგრამ კვლევები არ იგია. ხო, აქვს ისა რა ქვია. იქაც როდესაც
აპარატს ვყიდულობდი, მითხეს რომ 99% ხუთავი აირს არ შეიცავს. სიგარეტი კიდე სულ ხუთავი აირი. ამდენი წელია რაც შემოვიდა. გავიდოში, დიდი ხანია? წლებია, უბრალოდ სხვადასხვა ისინი ახალი აპარატები. ხო, ექიმებიც ეწევიან, ახლა ვიცი მე მაგას. ექიმები სიგარეტსაც ეწევიან. სიგარეტსაც, მაგრამ რომ მაგაზე გადავიდნენ. აზე? მაგას. არა, სუნი არა აგია. სახეც რომ მოგიწიოს არა აქვს სუნი. ტანსაცმელზე სუნი აღარ აქვს. ტანსაცმელზე სუნი არ აგდის, ფერფლი არ აქვს და რავი, უფრო კომფორტულია. საერთოდ მე მაინც მგონია რომ უნდა მაგასაც ესეთ კატეგორიის ხალხს გვიზიდავს ესეთ რაღაც სფეროსკენ რა. პოლიცია, ჯარი, მანქანაზე ვინცა. ექიმები, სულებში რომ მუშაობენ. ცოტა რაღაც სტრესული ისინია რა პროფესიებია ყველა და კი ხო რა თქმა უნდა ვინ აღიარებს ეს კარგია და რაღაც რაღაც ან ცუდია კარგი. პერიოდული ისინი რო აქვს. ჯაქრა. რაღაც სტრესს გიმსუბუქებს რა. აი მაგალითად უბრალოდ სამუშაოზე ვარ გასული ხო? ვიმუშავებთ კაც 1 საათი, 2 საათი და მე მომიწია გაჩერება მანქანის ან მოლოდინში ვარ რაღაცა. აი მაგ დროს უკვე დისკომფორტში ვარ, აი არ ვიცი აი რა გავაკეთო, აი აღარ უმოქმედოთ რო ხარ, ხო? რაღაცა მოქმედება გინდა. და ამ დროს როცა ეწევი თითქოს აი მოგიშვა, ნუ რაღაცით შეავს, წარილა ადგილი, ხო? პოლიციელებიც, ექიმებიც ეგრე არიან, სულებში რო არიან 24 საათიანი მაგში ხო ხდები. რაღაცა გააკეთეს ან რაღაცას აღარ აკეთებენ და აი რა გააკეთონ და აი ესეთი ის არის რაღაც მომენტი თორე ხან რომ გააცნობი რომ საერთოდ არ გინდა ეგ რაღაც რო ფიქრობ აი სულ არ გჭირდება რა მაგრამ აი ეს ფსიქოლოგიური ის არის ჩანაცვლება იქნებ შენი საქმეც აღარ გინდა იქნებ სულ სხვა რაღაცა გინდა ამ დროს უნდა დაფიქრდე ხო? მე ჩემი საქმე მიყვარს და მინდა და ეს ვიცი ძალიან კარგად ვიცი ზოგჯერ ვიღელები 1 დღე 2 დღე შეიძლება ძალიან დავიღალო და აღარ მინდოდეს აი მაშინ დავისვენებ თუ არა ისევ მინდა და ეს არის საქმე რომელიც ვიცი რომ მინდა მაგრამ შეიძლება დაფიქრდე შენს კი აი ის 1 დღე ის 2 დღე როგორც მე ზოგჯერ ვისვენებ ხოლმე რომ აღარ მინდა და მე ისე მომიდება ხოლმე რა რო გინდა იქნებ აღარ გინდა იქნებ სხვა რა გინდა სამუშაო ყველაფერზე უნდა დაფიქრდე შეჩერდი ადამიანი ზოგჯერ უნდა შეჩერდი და დაფიქრდე შენი მიზნები გეგმები ჩვენ ქვეყანაში დაართულია ყველაფერი რო შეჩერდი და დაფიქრდი რატო იცი აბსოლუტურად ყოველდღიურობაზეა დამოკიდებული მდგომარეობა და შეჩერება არის თითქოს უკან დახევა ორი დღე არ ყოთ ასე ნუ ახლა ესეთი კატასტროფული არ არის მაგრამ შეჩერებაზე ხო 2 დღეა საჭირო სიტყვაზე შეიძლება არც იყოს ხო საკმარისი ან 3 დღე მე მოიფიქრე რაღაც იმასაც ხო დრო უნდა გაგრძელებას და აწყობას და გამოდის უკვე დიდი პერიოდი და მაგ პერიოდში ხო გინდა ის რა ქვია არსებობა იმან არ იცის რა ქვია ფიზიოლოგიამ და გადასახადება და ისინი შენი ფიქრის პერიოდები ის მუდმივად პროცესია შეუჩერებელი დანაზოგი უნდა გქონდეს და მაშინ უნდა შეჭერდე აგერ კი მაგრამ ჩვენ ქვეყანაში დანაზოგი ძალიან რთული თემაა ფიქრობ ხოლმე ხანდახან ვინმე საქმე და ეს დანაზოგი აქვთ მილიონები
ცოტა კი არა, ვისაც აქვს მილიონები არა. ვისაც არ აქვს მარტო პურის ფული აქვს. მართლა. ორი უკიდურესობაა. ინფლაცია საქართველოში. ხელოვნურად არის დაჭერილი ეს კურსი, თორე იმდენად გაფუჭებულია ჩვენი ფული, რომ ელემენტარულად 100 ლარი საჭმელი რო იყიდო, სახში არაფერი არ აქვს ისევ და ხალხი კიდე ზოგი ისევ რა ქვია, 400-500 ლარი აქვს ხილფასები. დედამა და მთელი 30 დღე ზოგის გონებაში არის უბრალოდ ციფრი, მათემატიკური, მაგრამ რეალურად წარმოიდგინე 30 ჯერ უნდა გათენდეს და დაღამდეს, რამხელა დიდი დროა ცხოვრების მონაკვეთი, ხო? 600 ლარს რო არის. და ერთი დღის საჭმელი არის რეალურად ოჯახის. 100 ლარს რო გადასახადებში გადაიხდი. რამდენს? 100 ლარს. სადა ყოფილი. ზაფხულში დაუშვათ, ხო? ეხლა ზაფხული. 100 ლარს რო გადასახადებში გადაიხდი. აი, რაში უნდა იყოს? ღმერთო ჩემო 500 ლარი არის ორი დღის ისა, რა ქვია? 3. 4 სულიან ოჯახზე. რაში უნდა იყოს? დანარჩენი 25 დღე რა უნდა გააკეთო? ყოველ დღე 800 ლარი გქონდეს შემოსავალი. ჩათვალე რომ საერთოდ არაფერი არ არის იმაში, რა ქვია, ოჯახისთვის. არა, არაფერი. არაფერი არ. ყველა მიცით ეს უკვე გია. რომ ეს 100 ლარი არაფერი არ არის. რა მგონია, ანუ ძალიან უმეტესობა მართლა სერიოზულ რაღაც ბიზნესებში არ არის და რაღაც თანაზოგი მე მგონი ვერ დაიჭერა, იმიტომ რომ არანაირი ძალა არ აქვს და გადის. ვერ იჭერა. შეიძლება ინდივიდუალურად ვინც ცხოვრობს მარტო კინა შეზღუდოს ბევრი რაღაცა, მაგრამ როცა შვილები გყავს ეგრე ვერ იცები. მარტო რო ხარ ზოგი სიგარეტზე, ყავაზე და სემეჩკაზეა, ხო? საერთოდ შეიძლება არ გახარჯოს თქო. ოჯახი ეგრე ვერ ფუნქციონირებს. ბავშვებს ვერ აშიმშილებ. დაწერეთ კომენტარებში გოგოებო, რამდენი გჭირდებათ დღეში ოჯახში. ხო ვერ აშიმშილებ შვილებს. ვერა. მოგიტომაც გაგვიჭირდა ალბათ. სახლის გაკეთება, რომ კიდევ უფრო გაუარესდა მდგომარეობა, რაც აქ გადმოვედით გია. კი, ადრე სადიყვი. 50 ლარი მაღაზიაში შეშულიყავი, ხო რაღაც. ნორმალური 3 წლის წინ კიდე. ხო. ახლა დღე და ღამე უნდა იმუშაო. მე გამოდის. ელემენტარულად ზეთი რო აგიღო, რავი, 2.80 თეთრე ვიღირდა ხოლმე და 3.20 კაპიკი. 2 ლარი. ისე 3 ლარი. ხო და. ეხლა ვიღ 7 ლარი. გაჩვიდა ხო? გაჩვიდა ყველაფერს. კარაკი აღიდა 3 წლის წინ ხოლმე. ნახტ კარაკი რო იყო. სპრედები ღირდა ხოლმე ლარნახევარი, გახსოვს სანტეს? ეგ ძალიან ადრეა. როგორ ძალიან ადრე რა, 4 წელი? მეტი. და ნახტი კარაკი სამნახევარი. სამნახევარი. ნუ ხა კარგი ცოტა აქეთ გადმოდი, ხა 4-მდე. ეხლა უკვე 8 ლარი ისეთი პატარა პაჭკები კარგი კარაკი. გასამაგდა ჟან. ამჯერია ჩვენთა პროდუქტები. ანუ რაც 30 ლარში მოგდიოდა, ეხლა 100 ლარი. ინგლისს უსმენდი. სტატისტიკის დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ 0.8%-იანი ზრდა არის რა ეკონომიკისა. რაღაც ეტაპზე მაისამდე და მაისის შემდეგ თუ როგორაც და 80% თუ ოდნავ მეტი არის უმამსახურების სფერო. ანუ ქვეყანა რამეს კი არ აწარმოებს და მოგება იქიდან კი არა. ტურიზმიდან სასტუმროები, კურორტები, ხო ეს
მაღაზიებში რაც იყიდება და ეს ყველაფერი ხო საქართველოს არ არის. ვაჭრობაა მარტო შემოიტანა გაყიდა, მომსახურება არის ეს ფაქტია, ხო? არაფერი აქ არ იქნება. აი არაფერი ფაქტიურად. სულ იმპორტზეა დამოკიდებული და ჩვენ გარედან შემოგვაქვს გაორმაგებულად ვყიდულობთ ამ ყველაფერს მე. და ანაზღაურება გააკიდეს შიდა მომსახურების ის რაც არის ბაზარის ის რა ქვია. უნარიანობა რა რას გადაგიხდიან შენ შრომაში. იმიტომ არის რომ ევროპას გაიძახიან, ევროპა აწარმოებს ბევრადაც. და ანაზღაურებაც აქვს და ფასებიც ადეკვატური. ეხლა კი ამბობენ გაწვიდა ევროპაშიც. და გაძვირდა რა გაგებით, იცი? ჩვენი რო იტყვიან დონის ფასებია. რაც საქართველოშია. მე ამბობ შეიძლება მაშინ რაღა აზრი აქვს ევროპაში, მაგრამ ევროპაში ევრო აქვს და სამჯერ უფრო დიდი ძალა აქვს იმპულს, ხო? და თანაც მეტი აქვს საშუალო ხელფასი ვიდრე აქ ლარები. და ну 1800 euro. პენსია 900 ევრო აქვს, ხო? არ ვიცი კი. ხო. და ეგრე გავეკი დაახლოებით 900 ევრო არის. და ჩვენთან კიდე 100 ევრო არის. ანუ 9 თვე უნდა ელოდო, რომ იმათი ერთი თვის პენსიას გაუტოლოს 9 თვე. გამის ერთი წელიც არის. 900 ლარი რო ქონდეთ აქ ხო ამოისუნთქებენ? ლარიც კი არა აქვს აქ. 900 და ეკა 900 ევრო სიტყვაზე. არ მგონი 900 ევრო არ იქნება. ნაკლები? მაგ ხელფასებია. არა ჟანა. პენსია. ხელფასები აქვს მაგ არ ვიცი კი. 900 ევრო თუ არის. ხელფასები რო აქვს ჟანა. არ ვიცი და გუწევთ. როვლიან იმათ რა ქვია. რამდენი? მოხუცებს ფაქტიურად თავი პენსიებით ყოფნით რა. არ ვიცი, ან მართლა არ ვიცი. იქა უმუშავრობაც კი მაგდენია, მე მგონი 900-დან 1000 ევრო თუ არ ამუშაობ ოფიციალურად. ეგენი მართლა არ ვიცი რა. ხელფასი ვიცი რომ 900, 1000, 1200 ეგრეა. წავედი ხა. ოგოეკ. საით. წავედი. რაღაცებს მოვალაგებ, გავაკეთებ სახში ცოტა საქმეს და მე მათიც გაიგოძებს და ჩავად დაბლა. წავყვან ჩემთვის, იმიტომ რომ გარეთ მოგვენატრა 3-4 დღეა ზიად ბავშვი გარეთ აღარ უთამაშია. მათის ზიად აღარ უთამაშია გარეთ. ჩაკეტილები ვიყავით სახში. კოცნით და დროებით